მაყურებლებს რომ სოფლიოში ყველაზე უძლიერესი დაზორვა ყავს ინგლისს მე-6 ეს არის ერთ-ერთი უძლიერესი დაზორვა სოფლიოში ებრაულ დაზორვასაც ჯობია ცერეულზე საუბარი ხო არ არის ეხლა ფაქტიურად საქართველოში მოვლენების კონტროლი დავალებული აქვს მე-6 ინგლისის დაზორვა მაიღო რაც ტრამპმა განაცხადა რომ ესე იგი ფერად რევოლუციებს სიხარს აღარ უჭერს ეს მისია და ეს ესტაფეტა გადაიბარა ინგლისის დაზორვამ ინგლისის დაზორვას გაცილებით მეტი აგენტები ყავს საქართველოში ვიდრე ამერიკის დაზორვას და ერთი რამეც უნდა ვიცოდეთ რომ თუ დავუკვირდებით ჩვენ არც ერთ აქციაზე თავისი პოზიცია შეიარაღებულ ძალებს არ დაუფიქსირებია არ გამოსულა არც სიტყვით არც ის მაგრამ ერთი რამე მინდა ისევ განაცხადო რომ შეიარაღებული ძალების 98% ტრენინგირებულია ნატოში და ნატოს წევრ ქვეყნებში იქ აქვს სწავლა განათლება მიღებული იქ აქვს პროფესიული უნარჩვევები გამომშვებული და აქედან გამომდინარე ესენი ყველანი თანამშრომლობაზე აქვს ხელი მოწერილი არავინ არ ათქვას რომ ესე იგი აი ისე ჩაიყვანეს ისე მოამზადეს და არავითარი ვალდებულება მათ არ აქვს აღებული აქვს ვალდებულება არ მისულა იმ კრიტიკულ მომენტამდე და თუ ეს კრიტიკული მომენტი დადგება ისინი ჯარსაც გამოიყენებენ და საბრძოლო ტექნიკასაც ის არ დაგავიწყდეთ რომ რაც სწავლების დროს საქართველოში შემოტანილი იქნა ნატოს შეიარაღება ისინი არც ერთი არ გასულა და ყველა აქ არის და საკმარისი შეიარაღება არის მიხედეთ ხალხო მიხედეთ ეხლა აქედან ტელევიზიიდან ხوارნა გიწოდოთ რაღაც სხვანაირად მიხედეთ ამ ქვეყანას არ გამოდის ესე იქ ასე ვთქვათ კაი ბიჭის როლიც ეთამაშო ამერიკა ევროკავშირს და ქვეყნის უსაფრთხოება და უშიშროება აცნეთ ბოდიში ბატონო დავით ინგლისს ყავს ყველაზე მაგარი დაზორვა. ჯერო სამსახურების 95% არის პორტირებული ნაცები. დღემდე ვერ გაიწმინდა. აი ეს ისევ დაუბრუნდებიან საგამოძიებო კომისიას. ჯო გააკეთეთ ის რომ გამოავლინოთ ეს ხალხი ვინც ყავთ დასაქმებულები, გინდაც იმ პროკურატურის სისტემაში, გინდაც იმ სასამართლოს სისტემაში, გინდაც იმ პოლიციის შეელიეთ ამ ხალხს. თუ გინდათ რომ თქვენი მდგომარეობა გამყარდეს, პოზიცია გამყარდეს, ამათ ერთი დაძახება უნდათ რომ ესენი ეგრევე ჩადგნენ დასავლეთის სამსახურში და შემოგიტრიალდნენ. ერთ ღამეში მოხდება ეს გადატრიალება. არა, მე ერთი რამეა, თუ გვინა ამ ტერიტორიების დაბრუნება, იმ აფხაზ იქ ისე არღებულობენ, კაცო, იქ ისე არაფინანსებენ, რო ჩაყავთ იქ ატრენინგებენ, დავალებებს აძლევენ და მოყავენ აქეთ. ამაშია საქმე. უკვე ზღვარს გაცვდა ამათი ურთიერთობა დასავლეთთან. არავითარი კონტროლი არ ხდება, კაცო, რაზღებულობენ, რა დავალებებს. თუ ამბობთ რომ ქვეყნის სუვერენიტეტი უნდა აღვადგინოთ, დაიწყეთ კადრებით, კაცო, რანაირად აღადგეთ სუვერენიტეტს. ეს ხვირმოუხოცავი ხალხი რო დანიშნეთ მინისტრად და საერთოდ არავითარი ელემენტარული არ ცხოვრებისეული გამოცდილება არ აქვს და არც პროფესიონალი უნარჩვევები აქვს გამომშვებული. როგორ შეიძლება ეს არის ბიძინა ივანიშვილის მტრები და აუდერმოს რა მნიშვნელობა აქვს 2000 კაცი ეყოფა დიდი ის რომ მოაწყონ დაპირისპირება პარლამენტთან და ხელისუფლების გადატრიალება რომ მოაწყონ თუ ჩართავენ შეიარაღებულ დაჯგუფებებს რა მნიშვნელობა აქვს 100000 შეიკრიბება თუ 2000 საკმარისია გამოარჩიეთ ეს ლიდერები და შოუში ნუ ერთობით თქვენა ნუ გაწყობინებენ ესენი შოუს გააკეთეთ ისე რომ ეს შოუ არ იყოს ამოიღეთ კიდევ იმერე პროკურატურა და რეალური საქმეები და მიეცეთ პასუხისგებაში. არა, ეხლა ერთი რამეა კიდე უყურეთ ყველა არა, ბატონო ნიკოლოზ, რა არის უკვე ამ საგამოძიებო კომისიამ თავისი დანიშნულება დაკარგა ეხლა. გირჩი ჯაფარიძემ რა უნდა გამოვიდე, რა უნდა თქვას ისეთი, რაც მაგას ჩვენებებში არ აქვს თავის დროზე პროკურატურისთვის მისაცემი, ამ პროკურატურას მასზე არ აქვს ჩვენებები. დაიდგა შოუ, მთელი 2 დღე ამ შოუზე არის ქვეყანა გადართული. არა ამ შემთხვევაში სასამართლო ინტერესები ილახება, მანდატურის ინტერესები ილახება, პროკურატურის ინტერესები ილახება, პოლიციის ინტერესები ხო ილახება და ილახება, კაცო. არ შეიძლება ეგრე. ერთი რამე არის კიდე უყურეთ ხა ბოდიში. მეორე თემას მინდა შევეხო, ასევე მნიშვნელოვანია.